Levandeli, ნაყიდობები, პამიდორი, წვანილები, ჭადის ფქვილი, ლობიო, ბალი, პური ცალი, პური და პორტოხალი. საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოვედი შევძელი, როგორ ახართ, ხომ ხართ კარგად? ეხლა არა ცოტა ხნის წინ წავიდა ჩემი შვილიშვილი, გავაცილე და ეხლა მოვტრიალდი რომ გავაკეთო რამე კერძი. დღევანდელ კერძს, ესეც აჭარული კერძია, ქვია მალახტო. წვანე ლობიო ნიგვზით, მაგრამ ეს არის ცოტა განსხვავებული. ნიგვზით მე ვიცი, იქითაც აკეთებენ, მაგრამ ის შეჭყეტილი ხელში ნიგვზიანი ლობიოა. ეს ცოტა განსხვავებულია, ჩვენი ცოტა წვნიანი. მე ვფიქრობ ასეა და ალბათ თქვენც რომ ნახავთ ვიდეოს მიხვდებით და მეტყვით. ამისთვის რა მჭირდება? ლობიო გავამზადე, ეს გავრეცხე, მწვანილი გავამზადე, აქ არის პრაზა, ეს ცოტა ქინძი და რეჰანი. დაუბერდი ქალი და მე ასე ვიცი რომ მუქი ფერის არის შაშპრამი და ეს არის რეჰანი და ზოგიერთი ეძახის პირიქით. რეჰანი და ნიგოზი. მარილი და პირპილი ჩვეულებრივად. მწვანე პირპილი თუ გაქვთ, უკეთესი გამოდის იმით. თუ არა, მეორე დაფქული წითელი პირპილით შეიძლება. ამის ერთად გავამზადე მე ჭადის ფქვილი, რომელსაც მოვცომა ჩვეულებრივად უმარილოდ მარტო წყალით. და დღეს რადგან მეჩქარება, გამოვაცხობ ტაფაზე თხელს და მალახტოსაც ასეთი მჭადი უფრო უხდება, ვიდრე ღუმელში გამომცხვარი. ეხლა უცებ ჩავყრი ლობიოს და წყალს დავასხამ იმდენს რომ ოდნავ ზემოდან ამოვიდეს. აი, ჭადიც ჩავაკარი, თხელი, პატარა, ჩვენ რადგან ბევრი არ ვართ, ეხლა პატარა მჭადი და ჩავაკარი და სულ დაბალ პარზე გადავატრიალებ, კარგად რომ შეიწვეს ძირი და მეორე მხარეთ შეიწვის და მჭადი მზად იქნება. ლობიოც ჩავადგი, წყალი ნახეთ, თითქმის ზემოდ არის ამოსული. ეს ორგში ისე მოიხარშება, ლობიო მალე მზად იქნება. ეხლა მე ყოველთვის მირჩევნია ჯამში ჩანაყული, წვანილი და ნიგოზი, მაგრამ ეხლა რადგან ჩქარობ რომ გვიან მომიწია გაკეთება, ამიტომ ნიგოზსაც და ყველაფერს ბლენდერში ჩავყრი. გამზადებული მაქვს წვანილები, მარილი, პირპილი, ნიგოზი. აი, ნიგოზი ჩავყარე. წვანილსაც რაც ვთქვი, პრაზი, რეჰანი და სულ ცოტა ქინძი. ესეც ჩავყარე. მე ძალიან ცოტას ვყრი პირპილს, რადგან მწარეა. მარილსაც ცოტას ვუშვები თავდაპირველად, რადგან შეიძლება მლას შემოგივიდეთ, რადგან ამას ბევრი წვენი არა. გავსინჯავთ მერე და საჭირო დარჩება ჩავამატებთ. ამას ვამატებ ანადუღარს და გაცივებულ წყალს ცოტას, იმდენი რომ დააბლენდეროს.
ესეც უკვე მზად არის ჩვეულებრივად. ეხლა მოიხარშება ლობიო, ჩავას ხამამას და სულ ერთი სუფრის კოვზით კარაქს ჩავაგდებ. რადგან მაინც ნიგზიანია და ცოტა კარაქი არ აწყენდა. სულ ცოტას, სუფრის კოვზით ცოტას. გაჩვენებთ მერე როგორი იქნება. მეგობრებო, ეს ჭადთან, ასეთ მჭადთან, ტაფის ჭადთან, თხლად გამოცხობილთან ძალიან გემრიელია, თუმცა პურთანაც ჩვეულებრივად მეირთმევა. კიტრი, მალახტო ლობიო, პური ან ჭადი. ზოგიერთი ამ ლობიოს მწვანე ტყემალსაც უშვება ერთ-ორ ცალს. არ არის ცუდი, მაგრამ მე არ მიყვარს ცოტა რაღაც მაინც იმ სიმჟავის გემო თითქოს და წაკრავს და არ მიყვარს მე და მე არ მოკეთებ. კაცია და გუნება. მე არ მომწონს, მაგრამ შესაძლებელი არის და უკეთებენ. ბებიაჩემიც არ უშვებოდა ამას ტყემალს. აკეთებდა ძალიან გემრიელს. მეც კარგი გამომდის, კარგს ვაკეთებ, მაგრამ უწინდელი და გემო და ის ბავშვობის დროინდელი გემო არ არის. არ ვიცი ის მაშინ სულ სხვა იყო თუ ბებიას გაკეთებული იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ ის გემო სულ სხვა არის, თუმცა ჩემიც ძალიან გემრიელია. აი მეგობრებო, გამზადდა ჩემი კერძი, ტაფის მჭადი და ლობიო ნიგოში უგემრიელეს უკვე ისეთი სუნით ტრიალებს, რომ რა ვიცი, პურთანაც ძალიან გემრიელია და მჭადთანაც. გააკეთეთ, გასინჯეთ, არ წავაგებთ. ჩემი კერძიც გაჩვენეთ, ეს არის ჩვენი მალახტო. ჩემ ოჯახში ძალიან გემრიელად მიირთმევენ ამას, ყველა ჭამს. ხო მეგობრებო, კითხვა იყო ეს რომელი ბიჭის შვილი არისო, ეს პატარა ბიჭის არის. პატარა ბიჭის შვილი ერთი ყავს ამას. თბილისიდან რომ ჩამოვლიან, იმათაც გაჩვენებთ მერე. ეხლა სურათები კი მაქვს, ვიდეოებიც მაქვს, მაგრამ რომ ჩამოვლიან, მერე გაჩვენებთ. ხო, ასეთი გიციყო, რომ შვილზე უფრო საყვარელია შვილიშვილებიო. კი, გამიგია, ბებიასგანაც გამიგია, დედასგანაც გამიგია, ბევრისგანაც გამიგია კიდე და ფიქრობ ასეც არის და ითქმება, მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყოდი, რომ შვილები, როცა ჩვენ გვყავდა, ჩვენ თვითონაც პატარები ვიყავით და ვერ გავითავისეთ შვილების სიყვარული და მერეც რომ გაიზარდნენ, ისე ვერ გამოვხატავთ სიყვარულს, ვერ ვეფერებით, ვერ ვართ და ვერც თვითონ ისინი არიან ჩვენთან ისე, მაგალითად, როგორც შვილიშვილს მოეფერები და ის სიყვარული გადმოგაქვს მერე ამ შვილიშვილებზე და პატარა საერთოდ ისედაც სულ სხვა არის პატარა ადამიანი, სხვისიც გიყვარს, კი არა შენი საკუთარი. თუ სიყვარული გაქვს და თუ პატარა ბავშვების მიმართ გრძნობა გაგაჩნია, სხვისიც გიყვარს და შენი ხომ სულ სხვა არის. მიყვარს, რა თქმა უნდა, სული მელევა მათთვის, ერთი სული მაქვს, ახლა იგენიც როდის ჩამოვლიან, ისედაც ვერ ვხედავ იმათაც ხშირად და კი შეიძლება ითქვას ასე, რომ შვილზე უფრო საყვარლები არიან, მაგრამ სადღაც ეგეც არსებობს ჩემი აზრით, რომ ის რაც ჩვენ მიგვაკვდა, რომ შვილებზე გამოგვეხატა სიყვარული, ეხლა შვილებზე გადაგვაქვს და ის დამატებული სიყვარული კიდევ პატარები რომ არიან, ეს სიყვარული სულ სხვა, ისინიც ისე გეფერებიან, შენც ისე ეფერები, ვანებივრებთ ხომ, ვერ ავღზდით ჩვენ ისე, ვანებივრებთ, გვინდა რაც ჩვენ შვილებს მივაკელით, ის ეხლა ამაში ჩავდოთ და სულ სხვა გრძნობა მოდის.
იმასაც ვეთანხმები, რომ თითქოს შვილზე უფრო საყვარელია და ეგეც პარალელს ვავლებ ამაზეც, რომ ეგეც არსებობს და ეგიც არსებობს და ასე რომ ერთმანეთთან რომ შეაკავშირებ, უფრო დიდი და ფართო სიყვარული გამოდის შვილიშვილებზე. რა ვიცი, მართლა ძალიან საყვარლები არიან, მართლა ძალიან სულში ჩასაძვრენები არიან და რა ვიცი, არ ვიცი რა, ნათდება სულის, გულის, გონებაც და ყველაფერიც, როცა მათთან ახლოს ხარ. ხო, მეგობრებო, სულ ამას მინდოდა 1-2 სიტყვა მეთქვა. უსაყვარლესები არიან, რა ვიცი, ამაზე არ ვიცი. თან თვითონაც რომ გაგრძნობინებენ, რომ მთელი გულით, მთელი არსებით უყვარხარ და მათში რომ არ არის ის როგორ თქვა, არ არის ის რომ ან რაღაცის გამო უყვარდე, ანუ არიან პიროვნებები ჩამოყალიბებული ისეთები, რომ მათში არის ის სული და ის გული, რაც შეიძლება დიდ ადამიანში ვერასოდეს ვერ ნახო. შვილებზე არ გულისხმობ, საერთოდ ზოგადად ვლაპარაკობ. ესენი არიან საერთოდ უნციკლოები, საერთოდ ისეთი ადამიანები, რომლებიც მართლა ვერ ნახავ რა, დიდ ადამიანებში ამ სიტყვას და ამ სიყვარულს ვერ ნახავ, რაც პატარებში არსებობს. ხო, დღეს ეს მოვასწარი მეგობრებო და ამით დაგემშვიდობებით. მოვა ხვალე აუცილებლად, უფრო დასვენებული გონებით, რაღაც სხვა თემებს მოვიტან, შეძლებს დაგვარად, მე მგონი ისევ წვიმები იწყება და ისევ მომიწევს სახში ჩაკეტვა, არ ვიცი, მომიწევს ალბათ რაღაც წარსულებიდან ლაპარაკი, თორემ არ იქნა და ვერ გავედი გარეთ, ვერ გავედი. სულ რაღაც მიშლის ხელს. გარეთ კი გავდივარ, უბრალოდ ვლაპარაკობ ცოტა განსხვავებულ ვიდეოზე და ან ბულვარისკენ, ან ისეთ ადგილებში, რომ რაღაც სიახლეს შემოგმატოთ. მაგრამ ჩემი სიახლე იყო ის, რაც გუშინ და დღეს გაჩვენეთ ჩემი პატარა ნათანიკო. ხო, სიახლე მეტი არაფერი არ მაქვს ამ წუთას. მანქანა ყავდა ტეხას მოწეგასაყვანი, ეგეც გაკეთდა, ეგეც მოგვარდა. კიდევ რა არის ჩემში, ოჯახში მეტი არაფერი, მივდივართ ჩვეულებრივი ცხოვრებით, მშვიდად, წყნარად. მეტი არაფერი, მართლა არაფერი ამ წუთას. აი ხვალამდე მეგობრებო, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მე ამ ვიდეოს სანამ დავამუშავებ და დავდებ, ალბათ 10-ს გამიხდება საათი და ამის მეც მაინც ვეღარ მოვასწრებთ. მშვიდობიანი ღამე. ყველას მიყვარხართ, გეფერებით. აი ისეთი თბილი და ისეთი კარგი ადამიანები ხართ, რომ მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ თქვენთან არ მოვიდე ღიმილით, არ მოვიდე რაღაც ისეთი ხალისიან დარდიც რომ მქონდეს რამე, ხო? მე არ მაქვს უფლება მოვიდე თქვენთან დარდიანი სახით. იმიტომ რომ თქვენიდან მოდის ეს ყველაფერი. თქვენიდან, მეგობრებო, თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც ჩემი ცხოვრება ასე თუ ისე შეცვალა. ასე თუ ისე კი არა, შეცვალა ნამდვილად. აბა დროებით მეგობრებო.